პროკურატურამ საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით გამოძიება ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენძის განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაიწყო. დავით გურგენძემ საქართველოს პროკურატურას განცხადებით 17 ოქტომბერს მიმართა. უნივერსიტეტი პროკურატურისაგან მოითხოვს, რომ ქონებას, რომელიც გურგენძის თქმით საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახმა მიიტაცა, ყადაღა დაადონ და შემდგომ კვლავ ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს. მაშინ დავით გურგენძის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურიაც და თქვა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოთხოვნას სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს. მან განმარტა, რომ შენობები, რომელზეც გურგენძე საუბრობს, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება იყო და ისინი საქართველოს უნივერსიტეტმა აუქციონზე რამდენიმე მილიონად შეიძინა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს საკითხი წულუკიანის კომისიის დასკვნაშიც მოხვდა. ქართული ოცნების დეპუტატი თენგი შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ ეს თემა კიდევ უფრო დაწვრილებითაა შესასწავლი, ვიდრე ეს კომისიამ გააკეთა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი კი ამბობს, რომ ეს პროცესი პოლიტიკურია და ქართულ ოცნებას აქვს სურვილი მათი კონტროლის მიღმა დარჩენილი უნივერსიტეტები დახუროს ან ფინანსური რეპრესიების გზით მათზე ანგარიშწორებას სცადონ. თქვენ იცით, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ეს მასალა იქნა შესწავლილი და ეს ნაწილი დასკვნაში აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ახლა თვითონ დაზარალებულმა მხარემ მიმართა პროკურატურას ჩვენს გვაქვს გარკვეული მასალები, რომელსაც აღმოვაჩენთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, ასე რომ ჩვენი აზრით ეს კიდევ უფრო დაწვრილებითი არის შესასწავლის საკითხი, ვიდრე ჩვენს კომისიამ შევისწავლეთ, იმიტომ რომ ჩვენი შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, გამოძიების ნაწილში ისეთი არ არის, როგორც აქვს პროკურატურა. ეს პროცესი არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური, ივანიშვილს მედიის თავისუფლების შეზღუდვის და პოლიტიკური პარტიების გაუქმების მიღმა ყველაზე მეტად ამ ქვეყანაში რაც სურს არის საუნივერსიტეტო კერებზე შეტევა. საქართველოს უნივერსიტეტი არ არის ერთადერთი გამონაკლისი, ილიაუნთან დაკავშირებითაც მათ აქვთ კონკრეტული რეპრესიული ზომების გადადგმის სურვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის შეზღუდვის სურვილი, ამიტომ ივანიშვილი ყველა იმ უნივერსიტეტს რომელსაც ვერ აკონტროლებს, უპირებს ან დახურვას, ან ფინანსური რეპრესიებით მისთვის ანგარიშწორებას. დანარჩენი ტექნიკური საკითხები, როგორიც არის ქონების შეძენა, რამდენი როგორ იყო გადახდილი, ამასთან დაკავშირებით ძალიან დეტალური განმარტება გააკეთა ამ უნივერსიტეტის რექტორმა. საქართველოს უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ დააფუძნა ბოლო პერიოდია, ქართული ოცნებისა და პროსახელისუფლება მედიის თავდასხმის ობიექტია. ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტის საკითხი მოხვდა ქართული ოცნების პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელსაც თია წულუკიანი ხელმძღვანელობდა. დასკვნის წარდგენისას თია წულუკიანმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მთელი მმართველობის განმავლობაში ადგილი ჰქონდა კანონგარეშე პროცესებს, რომელთა მიზანსაც ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტი და ტერორი წარმოადგენდა. ამ კონტექსტში წულუკიანმა ისაუბრა ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტის ქონებებზე. მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო ქონება სააკაშვილის და მისი გარემოცვის წყალობით გიული ალასანიამ ხელში ჩაიგდო. საქართველოს უნივერსიტეტში მკაფიოდ განმარტავენ, რომ ყველაფერი ღია აუქციონზეა შეძენილი და გადახდილია 4 მილიონ ამერიკულ დოლარამდე. მათი განცხადებით ეს თანხა უნივერსიტეტმა საბანკო კრედიტის საშუალებით დაფარა, რისი დამადასტურებელი ყველა საბუთით საჯაროდაა ხელმისაწვდომი.